მეგობრებო, გათეორიანდით ფიტნეს პლანეტარზე და თქვენ გაიგებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას ბოდიბილდინგ და ფიტნესზე. ჩვენ ვილაპარაკებთ ფიზიოლოგიაზე, სპორტულ მედიცინაზე, პარიშის მეთოდიკებზე, სწორკვევაზე, ჯანმრთელობაზე. ვილაპარაკებთ ნატურალ ბოდიბილდინგ და ფიტნესზე. ასევე ჩვენ ვილაპარაკებთ როგორ ვითარდება ბოდიბილდინგი და ფიტნესი საქართველოში და მსოფლიოში. თქვენ კითხვებზე მიიღებთ კოლექტიურ პასუხს. ეხლა ჩვენ შევასრულებთ ვარჯიშს ბიცეპსზე ჩიტინგი. გავაკეთე. ეს ვარჯიში ძალიან ცუდია. დღესისთვის ბიცეპს ხვეწა. პირველი დარტყმა გქეთდება აქ ამ ადგილას, სადაც არის პრესი და საშიშროება არის ამისი, რომ ესე იგი ტრავმას მიიღებთ ამცირებლად. ამიტომ ეს ვარჯიში არ გააკეთოთ. გააკეთეთ სწორად, როგორც სწორად შეასრულეთ. აი ესე უნდა შეასრულოთ. Οπότε გააკეთეთ ეს ვარჯიში. გაჩერდით. მეგობრებო, მოისმინეთ. ეს რეგიჩი რა გააკეთეთ ეს ვარჯიში. რატომ? ჯერ ერთმანეთის ხერხემალზე, მერე აქ ბევრი პრესები და მთავარი ვენები, რომელიც ფეხებს და აქ ამ ღერცით და კიდევ ნახე რომ ბევრ წონებით ხვარობენ და აქ დაწეცვა ვენების ხდება და ძალიან ცუდია გარდანაწილისთვის. ამიტომ ვეჭირთ არ გააკეთოთ ვარჯიში, არ არის კარგი ვარჯიში. მეორე ვარჯიში დუმბულისთვის ეს უფრო რა თქმა უნდა გავაკეთო ქალებს. გააკეთოთ სამხიდი აქ ესე იგი არ არის დიდი დაფიუტა მყესებზე და ვენებზე. ამიტომ ეს ვარჯიში ჯობია ვიდრე შტანგას რო დებენ და დიდი წონებით აკეთებენ ვარჯიშს. ეს ძალიან ცუდი ვარჯიშია. ეს შეიძლება გააკეთეთ კარგად. სიარული შტანგით. შტანგა ზურგზე გავაკეთე. ეს ვარჯიში ძალიან კაი მუხლებისთვის. რადგანაც დებენ დიდ წონას და შეიძლება ტრავმა მიიღოთ, ან მენისკი მიიღოთ, ან არტროზი. ამიტომ მე გირჩევ არ გააკეთოთ ეს ვარჯიში. ეს ვარჯიში კვადრიცეპსზე ჯობია, ვიდრე სიარული. გააკეთე. აქ დიდი დაფიუტა არ არის მუხლზე და კვადრიცეპსი ძალიან კარგად იმუშავებს.